გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14 საათზე მე ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი ვარ. 2009 წლის 15 ივნისის დარბევა საგამოძიებო კომისიის ხდომაზე აქციის მონაწილეებს უსმენენ. ალპურ ზონაში დაშავებული მამაკაცი მეხანძრე მაშველებმა გადაარჩინეს. გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე ალექსანდრე ტაპატაძე იმყოფება, საქმე ჩორჩანის ეპიზოდს ეხება. დეპუტატი ტაპატაძე 2019 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. დღესვე გამომძიებლის კითხვებს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა კახიშვილი უპასუხებს. გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა სუსის ყოფილი ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური. დეტალებს სოფო ბერიძე გაგვაცნობს. ალექსანდრე ტაპატაძე მთავარ საგამოძიებო უწყებაში დაახლოებით 1 საათის წინ შევიდა. მანამდე კი მან ჟურნალისტებს გითხრა, რომ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნა ქვეყანა სერიოზული ესკალაციის წინაშე დააყენა, თუმცა რა საფრთხეებზეა საუბარი. ალექსანდრე ტაპატაძე დაგვპირდა, რომ ამას გვეტყვის მას შემდეგ, რაც საგამოძიებო უწყებას დაატოვებს. იცით, რომ ეს გადაწყვეტილება ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში ერთპიროვნულად ეკუთვნის შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს გიორგი გახარიას. ალექსანდრე ტაპატაძე 2019 წლის აგვისტოს მიწურულს, როდესაც ეს საგუშაგო გაიხსნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. შესაბამისად ის დიდი ინფორმაციის მატარებელი გახლავთ და ველოდებით მედია, როდესაც დაატოვებს ის საგამოძიებო უწყებას, რომ დამატებით მისგან მივიღოთ ინფორმაცია. მანამდე კი გითხრა ის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში 2 ახალი საგუშაგო გაიხსნა, თუმცა არც ერთი მათგანის გახსნას რაიმე ინციდენტი არ მოჰყოლია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს შეთანხმებული იყო მათ შორის საადამკვირვებლო მისიასთან, განსხვავებით ჩორჩანაში გახსნილი საგუშაგოსგან, რომელსაც როგორც ხელისუფლება ამბობს, გიორგი გახარიას ამ ერთპიროვნულ ნაბიჯს ესკალაციის სერიოზული საფრთხე მოჰყვა, გარდა იმისა, რომ სწორედ ამ საგუშაგოს შემდეგ დაიკარგა და მოხდა ოკუპაცია დაახლოებით 120 ჰექტარი ტყის ფართობის. ეს ის ტყის მასის ფართობია, რომელსაც მოსახლეობა სხვადასხვა დანიშნულებით საგუშაგოს გახსნამდე იყენებდა. როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება, ამას ჩვენ საჯაროდ ვერ ვიტყოდით. იყო ესკალაციის საფრთხე და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. საგუშაგოები, იცით თქვენ, რომ მანამდე ორჯერ ამ ხელისუფლების პერიოდში 2 საგუშაგო იქნა დადგმული, სადაც ჩვენს მოსახლეობას პრობლემები ექნებოდა. ეს იყო 2012 წელს, როდესაც გორის რაიონის ზარდიანტკარში დაიდგა ერთი სტაციონარული საგუშაგო, მაგრამ ეს იყო ყველა უწყებასთან შეთანხმებული, ეს იყო საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან შეთანხმებული და იქიდან ამის შემდეგ არანაირი პრობლემა და არაერთი საოკუპაციო ხაზი არ გადმოწეულა. მეორე საგუშაგო დაიდგა საჩხერის რაიონის სოფელ პერევში. როგორც გიყვებოდით, დეპუტატი ალექსანდრე ტაპატაძე 1 საათია უკვე საგამოძიებო უწყებაში იმყოფება. ის 2019 წლის აგვისტოს მიწურულს, როდესაც გიორგი გახარიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში გაიხსნა საგუშაგო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. ვიდრე საგამოძიებო უწყებაში შევიდოდა, მან ჟურნალისტებს გითხრა, რომ გახარიას ამ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ესკალაციის სერიოზული საფრთხე მოჰყვა. საფრთხეების დეტალებზე საუბარსკი დაგვპირდა მას შემდეგ, რაც საგამოძიებო უწყებას დაატოვებს. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების კითხვებს უკვე უპასუხა სწორედ მაშინდელმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა. გარდა ამისა, დღეს დააზუსტა ის, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით და არა მხოლოდ ამ საქმესთან დაკავშირებით გიორგი გახარიას კიდევ ერთხელ მოუწევს საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოცხადება. პირდაპირ ეთერში სოფო ბერიძე საუბრობდა და როგორც მოვისმინეთ, გიორგი გახარია კიდევ ერთხელ 23 ივნისს დაიბარეს საგამოძიებო კომისიის ხდომაზე. დღეს კი მსჯელობენ 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევაზე მოусმინეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, ასევე დაჩით საგურიას. ახლა კი კითხვებს მერაბ ჭიქაშვილი პასუხობს. ნინო არღულიანი გვერდდება პარლამენტიდან.
დღეს საგამოძიებო კომისია ისმენს თუ როგორ უსწორდებოდა ნაციონალური მოძრაობა განსხვავებულ აზრს და იმ ადამიანებს, ვინც მათ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა. დავიწყოთ დაჩით აგურიათი, რომლის გამოკითხვაც უკვე დასრულდა. მან საგამოძიებო კომისიას უთხრა, რომ ნაციონალური მოძრაობის პატიმარი ის 34 ჯერ გახდა, 34 ჯერ დააკავეს და აღნიშნა, რომ ყველაზე მძიმე ეპიზოდი 2009 წლის 15 ივნისს უკავშირდება, როდესაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ დიღმის მთავარ სამმართველოსთან, წინასწარი დაკავების იზოლატორში კი ასევე განხორციელდა ფიზიკური ანგარიშწორება, არა ადამიანური მოპყრობა. დღეს ცაგურიამ თქვა ისიც, რომ რეჟიმი გაუსწორდა მის დედასაც. 2009 წლის 15 ივნისი არის ჩემი ყველაზე მძიმე დღე. ჯერ ამას წინ უძღოდა ამბები ბევრი. ოჯახებს გვიწიოკებდნენ რა, რომ აი ესე დაიწყეს დაჭერები ჩვენი სათითაოდ. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მივსულიყავით სამმართველოსთან და აქციის მიზეზი იყო ის, რომ ჩავბარებულიყავით. ეს იყო აქცია, რომ აი გვითხარით, ვისი დაჭერაც გინდათ, აქავართ სულ ყველა. მშობლები იყვნენ ჩემის დედაჩემი და მამაჩემი, ჩვენი სხვა მეგობრების მშობლები და წამოვალთო ჩვენც და კი ბატონო წამოდით ხო. მივედით სამმართველოს წინ, გასაგორებელი კარი აქვს იმ სამმართველოს. დაგვხვდა ღია ეს. შეგნებულად იყო ეს გაღებული, შიგნიდან ვიდეო კამერებით გვიღებდნენ და ამ დროს უცებ დაიხულა რაღაცა. ყველა მხრიდან მორბიან გარდა სამმართველოს შესასვლელისა. ამათ უნდოდა დაედგათ ის კადრი, რომ ჩვენ შევერეკეთ სამმართველოს შენობაში და გადაეღოთ ეს, რომ აი შემოიჭრნენ. ხელში ეჭირათ პოლიციის ხელკეტები კი არა მარტო. ზოგს არმატურის ნაჭერი, ზოგს რაღაცა ფიცარი, ზოგს ჩაქუჩი, ზოგს ჯაჭვი. ვანო მერაბიშვილი როგორც ამბობდა, უნდა გაფარჩაკდეს ცემაშიო და აი მაშინ იქნება კაიო. აი ზუსტად მაგას აკეთებდნენ. გარეთ დაგვასისხლიანეს ესე სასიკვდილოდ ესე გაგვიმეტეს და გვცემეს. მერე შეგვათრიეს ამ იმაში, სამმართველოს შენობაში, დერეფანში იდგა ერთი 40 ადამიანი ალბათ ამ ხელკეტებით და რაღაცეებით და სათითაოდ ყველა გვირტყავდა. შეჯიბრი ქონდათ, ვინ უფრო მაგარი იყო. ისეთ რაღაცეებს გვეუბნებოდნენ, რომ ეგ გინება არ არის. აი ვერ ვიტყვი რა უბრალოდ აქ რა, მაგრამ აი ნუ რაღაცა საზიზღრობა დადიოდნენ ჩვენზე ესე ფეხით ზემოდან და ამ ბეისბოლის ხელკეტებით და ამ არმატურებით და იმეებით ზემოდან ესე გვცემდნენ. სასამართლო შენობაში ჩემი მეგობრები დაგლიჯეს ცემით. ყავი დაუხიეს ისე დღეში ჩააგდეს. ჩემზე იყო რაღაც მოთხოვნა ერთგვარი. პარტია მოდიოდნენ თავში რომ ბეისბოლის ბიტას მირტყავდნენ, აი ეს დალეწილი მაქვს ეს აი ხერხემალი დამიზიანდა იქ. ორი მალა მქონდა ცემისგან გატეხილი და მაგ ტკივილის მერე გამიბრუჟდა ყველაფერი და ვეღარ ვგრძნობდი. ანუ ფეხებს ესე ხო ვეგდე ძირს და უყურებ რომ ვეღარ ვამოძრავებ ამ ფეხებს რა. მეთქი ეტყობა დამაინვალიდეს თქო. და იქ იყვნენ ისინი მაღალჩინოსნებიც. ქალბატონი ზღულაძე, უტიაშვილიც იყო, გეგეჭკორი უშუალოდ იგეც მცემდა, გრიგალაშვილი იყო სულ უფროსი მაგათი. ახალაიები, ისა კიდე სანოძეც იყო. ლორდ კიფანიძეც კი ჩემაგდე, სადაც აი სისხლის კალოები იდგა და დაგლეჯილი ჩემი მეგობრები გამოსულან ესენი გარეთ, ეს ცხოველები ესენი. სასიკვდილოდ ცემეს დედაჩემი ძირს დააგდეს და ხეს ხელკეტები ურტყეს. ეგ ამბავი რო გავიგე იმის მერე მე დედაჩემისთვის თვალებში აღარ ჩავიხედია. ვერ უყურებ დედაჩემს თვალებში მე. ჩეხეთის ელჩი, რომელიც უხეშად ჩაერია ქვეყნის შიდა საქმეებში, თქვენ ახალგაზრდას გიწოდათ ხულიგანი და ამით წვანე შუქი აუნთო სააკაშვილს, რომ ვეძახით გაუправაო თქვენზე ძალადობა. კი ბატონო, კი ზუსტად ამას ამბობთ. ზუსტად, არა მხოლოდ მან. მე არ მახსოვს ამ იმათი რა ქვია, ამ დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს რომელიმე ჩვენ დაჭერაზე ან რაღაცა ესეთი მწვავე შეფასება ქონოდათ. კონკრეტული მაღალჩინოსნების სახელები და გვარები დაასახელა მერაბ ჭიქაშვილმაც, რომლებიც მათზე განხორციელებულ წამებას თვალს ადევნებდნენ. ქალბატონი ზღულაძე გამოდის და ანუ ბრიფინგს აწყობს, თუ რა მოხდა, რატომ მოხდა დაკავება დავით ფაცაციასი, ბენო გეგეჭკორიძე და ასე შემდეგ. თურმე
ეს დაკავება მოხდა იმიტომ, რომ დეპუტატებს არ მიცეს საშუალება ფიზიკურად შეეწინააღმდეგენ და მათ შორის იქ აღმოჩენილ იქნენ პიროვნებები, მერაბ ჭიქაშვილი, დაჩი ცაგური, რომლებიც მანამდე იძებნებიან, თურმე მე და ჩემი სხვა ვიძებნები ძალადობის გამო და გამოგვაცხადა ქალბატონმა სხულაძე, მაშინ მინისტრის მოადგილე იყო, ძებნილებად. ჩვენ მოვიწვევთ ბრიფინგი. იქ ვინც იყვნენ, მუშაობდნენ და ჩვენ თქვით, რომ ჩვენ ვაპირებთ მოსვლას, ჩაბარებას მშვიდობიანი ფორმებით. მათ სპეციალურად დაგვიტოვეს ეგრეთ წოდებული შლაგბაუმის კარები ღია. და რატო? რა მეთოდი იყო ეს? ჩვენ ვიცოდით, რომ მათ უნდა ჩვენი შეტყუება. უბრალოდ რატო გავაკეთეს წინაპირობა? პასუხისგებელი ვარ, ქალბატონოთია. მე საქცია მშვიდობიანი იყო. 100 კაცი ახალგაზრდა თუ იქნებოდა, დაახლოებით 30-20 მშობელი ახდა თან. მე მახსოვს მაისურებით გამოდიოდნენ მშობლები, მერები, ჩვენ გვიყვებოდნენ ადვოკატები და ქალბატონ ეკა ფოფხაძეს ყოველდღე რო შემოდიოდა, კივილი გვესმოდა ქალბატონ ეკას რა შეურაცხყოფას აყენებდა და შემდეგ ნათია კაციტაძეს კიოდა და ხიოდნენ გოგოები მშობლებთან ერთად და მათი მაისურები გამოქონდა თურმე მერე დედებს და აქციები იყო მაშინ იცით გიორგი გეგეჭკორი თუ არ ცდები ადამიანი რომელიც თბილისის პოლიციის შეფი იყო კაცი რომელიც ყოველთვის გვისორდებოდა სასტიკად მანამდე ყველა აქციაზე ეს კაცი სხვათა შორის როგორც მე ჩვენ გავიგეთ რომელიც ჩვენ იმ აქციის დროსაც ისე გვცემდა და თავში გვირთყავდა და გვეუბნებოდა რომ თქვათ რუსეთის აგენტი ხართ როგორც მე გავიგეთ სწორედ იმ რუსეთში გაქცეულა გეგეჭკორმა დამაკო გეგეჭკორმა შეუმხედა რომ დამიჭირა მესმის თქვა რომ ჭიქაშვილი მყავს მიხედე დანარჩენს მე უთხარი გეგეჭკორს რომ მე უთხარი თავში არ დამარტყა ტრავმა მაქვს ხუთივე მის მიმიყვანა დამიწყო ცემა ხუთივე მწიხლები დამიწყო ცემა და პირიქით თავში უფრო მირტყავდნენ. კინა, სკამის ფეხები სხვათა შორის არის, კინის სკამები იყო არ ვიცენ. და ესენი უკვე გვცემენ და ესე კორიდორს გვატარებენ უკვე ცემაცემით. ჩვენ და უკვე აქ ამოდის ეს ფრაზები შეაგენტო, ოპოზიციის მონა, შეაგენტო, შეისეში და ამას უკვე გვიტყავენ თავში და კორიდორი უნდა გაგვატარო. იქ დავყარეს, ყველა ვიყარეს. იქ ეყარა ძალიან ბევრი დასაცხენო ბავშვი, იქ უკვე სიცხლის გუბეები იყო. და იქ რო დაგვაგდეს, აი მახსოვს, მიშა მახსოვს მესხი, დაჩი მახსოვს, ზურგით ერთმანეთზე ვარ და ეს როგორ ვართ, იცით რომ აი როგორი კადრია, იცით რომ ერთმანეთს ზურგით ვამაგრებთ. და ვეძებ რომ გოგო მე ვფიქრობ რომ გოგონა რომელსაც იქ ცემდნენ, ისიც აქ ხო არ არის რომ რაღაცა რო იყოს ბოლო-ბოლო თუ რაღაცას გამოვიჩენ ან თუ შემეძლება, რაღაც ვაშკაცობა რომ გოგონაზე უთხრა რაღაცა და ვარ მახსოვს გოგონა, მაგრამ მახსოვს და აი ესე ყველანი შეგვიკრიბეს, იქ ზემოთ ესეთი გადმოსახედია და იქ უკვე დაიწყეს ჩვენი აი როგორ გითხრათ, ღირსების შელახვა, ფურთხება საგამოძიებო კომისია დღეს 2009 წლის 15 ივნისის მოვლენებს იკვლევს. ეს ნინო არღვლიანი იყო. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე საქალაქო სასამართლოში გიორგი ვაშაძის პროცესი მიმდინარეობს. დაკითხეს ფოსტის თანამშრომელი, ახლა კი იკითხება გამომძიებელი. გერმანიის საელჩო ქრონიკის კითხვებს ისევ არ პასუხობს. ამჯერად მიუმართეთ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გერმანიის საელჩოს მიერ ღონისძიებაზე ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიის მერვე ნომრის ირაკლი ხვადაგიანისთვის ტრიბუნის დათმობას. მომავალი აქვს მას, ვინც იცნობს საკუთარ წარსულს. გერმანიის საელჩომ ჰუმბოლდტის ეს სიტყვები გაიმეორა და სცენა მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიის მერვე ნომერს ირაკლი ხვადაგიანს დაუთმო. ძნელია წარმოიდგინო იმაზე მეტი ცინიზმი, ვიდრე წარსულის გააზრებაზე სასაუბროთ სააკაშვილის პროპაგანდისტის და მისი ექსტრემისტული იდეების მიმდევრის მიყვანაა. და ამ ყველაფერს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში ადამიანური ტრაგედიების მოსმენის ფონზე აორგანიზებს უცხოური საელჩო, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის ამ დანაშაულებს არ ხედავს. მართლაც და როგორც ჰუმბოლდტი იტყოდა, ყველაზე საშიში მსოფლმხედველობა აქვთ მათ, რომელთაც მსოფლიოსთვის არასდროს შეუხედავთ. განსაკუთრებით, როდესაც მიმდინარეობს ხალხურებითი საგამოძიებო კომისია, სადაც იმ უსასტიკეს დანაშაულებზე არის საუბარი, სადაც ნაციონალური მოძრაობა ქართული ხალხის წინააღმდეგ ჩადიოდა, თუ ვინმე ამას მისტირის და ეს გონია კარგი,
მაშინ ის ძალიან ცდება, ვინაიდან ამაზე ქართველ ხალხს აქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია და პასუხი ექნება ძალიან კაცრი. უბრალოდ აქ კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ამ ადამიანებს არა პრინციპები, არა ფასეულობები აერთიანებს, არამედ როგორც ჩანს, ზუსტად ის შეხმატკბილებული ურთიერთობის ნოსტალგია აქვს, რომელიც საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის და ხალხის დაზიანებისათვის იყენებდნენ ხოლმე და რა თქმა უნდა, ეს მომავალში არასდროს დაბრუნდება. კიდევ ერთი ცინიზმი, კიდევ ერთი შეურაცხყოფა საზოგადოების ყოველ კვირას ხედავთ იმ ჭირისუფლებს, იმ დაზარალებულებს, რომელიც იყვნენ მსხვერპლი იმ რეჟიმის, იმ სისხლიანი რეჟიმის, იმ დამნაშავე რეჟიმის, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენდა და ამის ფონზე, როდესაც ესეთ შეურაცხყოფას აყენებ უკვე მერამდენეთ შენს მასპინძელ ქვეყანას, ამას საზოგადოება გასცემს პასუხს და გასცემს პასუხს არა მას, არამედ მის მიერ ლობირებულ აი ამ დამნაშავეთა დაჯგუფებას, რასაც კოლექტიური ნაცმოძრაობა ქვია. შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ რონი მესხმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართეს. მინისტრმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს ვაჟა სირაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გეკა გელაძემ პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან დანაშაულთან ბრძოლის, ასევე საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და სამუშაო პროცესზე მათ შესაბამისი დავალებები მისცა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა, ამ დრომდე ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა. შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ თანამდებობა დატოვა. მკვლელობის პროპაგანდა სოციალურ ქსელში ირანის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიის ფოტოს აზიარებენ, სადაც გამოფენილი იყო ისრაელის მიერ განადგურებული ირანის მაღალ ჩინოსნების სურათები. უმრავლესობის წევრთა შეფასებით ოპოზიციის პროპაგანდისტები პირდაპირ ახალისებენ მკვლელობას. მე ხარ მიხომრია ეს რას, რომ მოსადი რო ხოცავს მისი სახელმწიფოს მტრებს ირანში და ვიღაცა ქართველი რო წერს და აქვეყნებს ფოტოს, სადაც ირაკლი კობახიძის გარშემო ყველა მოკლული ყავს მოსადს, ადარებთ ერთი და იგივე მასშტაბის საფრთხეა? არც ერთი პოსტი არ იდება გარკვეული მიზნის გარეშე და გარკვეული წინასწარი შეთანხმების და ჩამოყალიბებული გეგმის გარეშე. აქ ირაკლი კობახიძეზე არ არის მხოლოდ ლაპარაკი, აქ არის გარკვეული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში პროცესების ეგრეთ წოდებულ მეიდანიზაციას, რაც აუცილებლად უნდა იყოს დაგვირგვინებული სისხლის ღვრით. ეს არის ამოცანა. ამ ამოცანის შესასრულებლად ირანის მაგალითებს გამოიყენებენ, უკრაინის მაგალითებს თუ სხვა მაგალითებს, ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სულ არ აინტერესებს ვინ იქნება მოკლული აი ამ მიტინგების დროს. უმრავლესობის მხარდაჭერის, ოპოზიციის მხარდაჭერი, მთავარია რომ სისხლი დაიღვაროს. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დღენიადარ ცდილობენ, რომ ჩვენ საზოგადოებაში წააქეზონ, გააღვივონ როგორც სიძულვილი, ასევე ყველაზე მძიმე დანაშაულების და თუ ჩვენ მათ ბუნებას გადავხედავთ, წარსულში ისინი არა მარტო სურვილით გამოდიოდნენ, რომ ადამიანები მოერკვათ, არამედ ადამიანებს კლავდნენ კიდევაც პირდაპირ ქუჩაში, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება, ვისი სულიერი მემკვიდრეებიც არიან ესენი. ეს სიძულვილი არის დასპონსორებული გარე ძალებისგან. იაგო კაჭკაჭიშვილის კვლევამ ნაციონალურ მოძრაობასა და მის დანაყოფებში დაპირისპირება გამოიწვია. ამომრჩევლის 54% მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს. კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ხალხი გამოიკითხა 5-20 მაისის შუალედში საუბარია 2000 რესპონდენტზე. პარალელურად დავით ზურაბიშვილმა აღიარა, რომ არსებული წესით არჩევნების გაყალბება ფიზიკურად შეუძლებელია. უკვე რამხელა უბედურება, რომ მოსახლეობის ნახევარი არ უჭერს ხარს ოპოზიციის თვითმმართველობაში არჩევნებში მონაწილეობას. იმიტომ რომ ხდება საზოგადოება, ეს არჩევნები არ არის. მანდ 54 კი არ უნდა იყოს, 98 უნდა იყოს, 99 ხო? ეს კვლევა ჩვენთვის არის დამატებითი არგუმენტაცია, რომ ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს
ჩვენ გამოუცხადოთ ის ბოიკოტი, რომელსაც უცხადებთ. ოპოზიციას უნდა რომ კრიზისი გამოიწვია ჩვენს ქვეყანაში, საბოლოო ჯამში კრიზისი არის რადიკალურ ოპოზიციაში, თანაც იმ დონის და ისეთი, რომ ფაქტობრივად კურსი აღარ ისინჯებათ მათ, არიან გადასული ფანტასმაგორიებში და როგორც არ უნდა აყალბებდნენ კიდე კვლევებს, საბოლოო ჯამში იმ ფაქტს ვერავინ გაურბის, რომ ქართული ოცნება არის ერთადერთი პარტია, რომელსაც ფაქტობრივად ჩვენი საზოგადოება ენდობა და რა თქმა უნდა, არანაირ ნდობას არ იმსახურებენ რადიკალური ოპოზიცია, არც ერთად, არც ცალკე. სწორედ ამიტომაც არის, რომ მათ ეგზისტენციურად ეშინიათ თვითმმართველობის არჩევნების. არც ოპოზიციურ ფლანგზე ადამიანები არ არიან დარწმუნებული იმაში, რომ ეს მუდმივი დესტრუქციისა და რევოლუციის სცენარი არის საქართველოსთვის და მათი ოჯახებისთვის, პირადად მათთვის მისაღები. ეს ამას უნდა ნიშნავდეს, თუ კი ეს ასეა, მაგრამ რეალურად გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ადამიანებს ეს სცენარი არ მოწონთ, რევოლუციის სცენარი არც ერთ ფლანგზე, მაგრამ ეს სცენარი არ იცვლება იმ სათავეში, რომელსაც წარმოადგენს დღეს ჩვენი სამწუხარო სავალალო ოპოზიცია. სიზღვის კამპანიაზე ოპოზიციის აქტივისტებისა და ჟურნალისტების პროცესები გრძელდება. დღეს ელენე ხოშტარიას სასამართლოს ხდომა გაიმართა. მოსამართლე გადაწყვეტილებას 19 ივნისს გამოაცხადებს. დღეს იყო არსებითი განხილვა ქალბატონი ელენე ხოშტარიას საქმეზე და მისი გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში გამოცხადდება 2025 წლის 19 ივნისს 10 საათსა და 55 წუთზე. დასრულებული არის დაახლოებით 7 საქმე, სადაც სახელით სახით სამართალდამღვრევებს განესაზღვრათ ჯარიმა 3000-დან 4000 ლარის ოდენობით. ამასთან გამოცხადების სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებით არის გადადებული 3 საქმე, ხოლო მიმდინარე რეჟიმში არის დარჩენილი 8 საქმის განხილვა. მეხანძრე მაშველებმა ალპურ ზონაში დაშავებული მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს. მოქალაქეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. კახეთში სოფელ ართანადან ზღვის დონიდან 2800 მეტრის სიმაღლეზე ალპურ ზონაში იმყოფებოდა 7 ადამიანი. ქვათასვენის შედეგად ერთ-ერთმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო და სჭირდებოდა სასწრაფო დახმარება. სამაშველო ოპერაციაში მეხანძრე მაშველების ჯგუფთან ერთად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მონაწილეობდა. ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა სპორტის კომიტეტმა. პარლამენტში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი იმყოფებოდა. ზამთარში უმასპინძლეთ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანში, თბილისში და ბათუმში ძალიან პრესტიჟულ და ესე ვთქვათ მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლეთ. ღონისძიებისთვის შეიქმნა უნიკალური ინფრასტრუქტურა. მოვისმინეთ ასევე საერთაშორისო ფედერაციიდან შეფასებები ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, დადებითი შეფასებები. ფესტივალმა ძალიან წარმატებით ჩაიარა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, არა მხოლოდ შეჯიბრის დატვირთვით, მას ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა როგორც ზამთრის სპორტის განვითარების მხრივ ჩვენ ქვეყანაში. ევროპის ოლიმპიური კომიტეტებიდან ჩვენს ფესტივალს ჰქონდა უმაღლესი შეფასება და ოფიციალურად დასახელდა, რომ ფესტივალი იყო თუ რამე აქამდე ჩატარებულა ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და მომავალშიც ბუნებრივია უსურვებენ იმ სხვა ქვეყნებს, რომ ჩვენი მაგალითი აიღონ. თიანეთის მუნიციპალიტეტის 12 სოფელში გაზიფიცირების სამუშაო მიმდინარეობს. 1100 ოჯახზე მეც ბუნებრივი აირით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. ამ დროისთვის ბუნებრივ აირზე წვდომა 5426 აბონენტს აქვს. გასცადენის აშენების პროცესს ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ. მას შემდგომ, რაც დასრულდება აღნიშნული სამუშაოები, მაგრანეთის მაცხოვრებლებს დაახლოებით 1000 ოჯახზე მეც ექნება ბუნებრივ აირთან წვდომის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ადგილობრივ მაცხოვრებლებს არ ჰქონდათ ბუნებრივი აირთან წვდომა, რაც ნიშნავს იმას, რომ მას შემდგომ, რაც დასრულდება არსებული პროექტი, ადგილობრივ მაცხოვრებლებს ექნება შესაძლებლობა, რომ სწორედ თავად უზრუნველყოდნათ დაგეგმონ საკუთარი ენერგეტიკული რესურსების დივერსიფიცირება. თიანეთის მუნიციპალიტეტში 12 სოფლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც 98000 მეტრზე მეტი გასცადენი მოეწყობა და 1100 მოსახლეზე მეც მიეცემა ბუნებრივი გაზით სარგებლობის საშუალება. აგრეთვე თიანეთის მუნიციპალიტეტის 18 სოფელში მიმდინარეობს გაზიფიცირების საჭირო საპროექტო სამუშაოები. გაზის შემოყვანა ოჯახებში პირველ რიგში დღეს გვიზოგავს, ცხოვრების კომფორტი, ხარისხი უკეთესია და ძალიან მადლობლები ვართ, რომ ჩვენი მთავრობის
გადაწყვეტილებით და შრომით, შემდეგ ამ კომპანიის სამუშაოს შესრულებით, რომლებიც აქ მოღვაწეობენ, ძალიან ძლიერი საქმე კეთდება. სარწყავი სეზონი დაიწყო სიმბოლურად ლაკბეს რეაბილიტირებული წყალსაცავის წყალგამშვები ურდული გახსნეს პროცესს ადგილობრივი ფერმერები ესწრებოდნენ. სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებაში მელიორაციის როლზე ისაუბრა ხელისუფლება. მელიორაციას და მიწის მართვის გაუმჯობესებას, ირიგაციას, დრენაჟს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სოფლის მეურნეობის განვითარებაში და სამინისტრო გააგრძელებს სამმართველობით აქტიურ მუშაობას. მნიშვნელოვანი ობიექტი შეემატა ჩვენ სოფლის მეურნეობას და მიაწვდის წყალს ფერმერებს. რეაბილიტირებულია მისი ტექნიკური ნაწილი, ეს იქნება ჰიდროტექნიკური ნაგებობები თუ წყალსაცავიდან გამონაწილებელ ქსელამდე მიმყვანი მილსადენი. აღნიშნულ წყალსაცავში დღესდღეობით აკუმულირებულია 1,800,000 კუბი წყალი. წყალსაცავის შექმნის დაბადებით დებეთს განსაკუთრებით გვალვის პირობებში, რაც აქტუალურია და მოსახლეობას უფრო გაუგადვილდება, რომ თავიანთი სავარგულები გორწყონ და შესაბამისად მოსავალიც მოიყვანონ გაცილებით უკეთესი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალისთვის მობილური კლინიკა გადასცა. კლინიკა აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით, რომელიც ექიმებს საშუალებას მისცემს პრობლემის გარეშე გადაადგილდნენ რეგიონებში და ადგილზე ჩაატარონ შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები. საუბარია დღეს ვეტერანების მხარდაჭერაზე, მათი სოციალური საჭიროებების უზრუნველყოფაზე და მეორეს მხრივ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეს იმდენად, რამდენადაც საუბარია ჯანდაცვის მიმართულებით სერვისებით უზრუნველყოფაზე. განსაკუთრებული მადლიერება უნდა გამოვხატოთ, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მიმართ, რომელმაც გახადა შესაძლებელი, რომ დღეს გაცილებით უფრო მოქნილი, მოსახერხებელი, უფრო მაღალი დონის სერვისების შეთავაზება შეუძლია ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე. მობილური კლინიკა განსაკუთრებით ხელს შეუწყობს რეგიონებში მცხოვრები ვეტერანებისთვის პირდაპირი, ხარისხიანი და სწრაფი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას. ვაგრძელებთ მუშაობას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. დღევანდელი დღე არის ჩვენთვის ნიშანდობლივი. თურქეთის მხარემ გადმოგცა მობილური ამბულატორია, რომელიც უზრუნველყოფილია პირველადი სამედიცინო აპარატურით. ვეტერანები არის ერთ-ერთი ღირსეული სოციალური ჯგუფი, რომელთაც აქვთ უდიდესი დამსახურება თანამედროვე დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობაში, ჩამოყალიბებაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მორფოლოგიის ინსტიტუტში საუნივერსიტეტაშორისო ტრანსლაციური ნეირომეცნიერების ლაბორატორია გაიხსნა. ლაბორატორია მოსახლეობის მომსახურების პარალელურად სხვადასხვა უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების სწავლას უზრუნველყოფს. დაგეგმილია მისი რეგიონულ ჰაბად გარდაქმნა, რომელიც კავკასიის რეგიონს მოემსახურება. დასრულდა მნიშვნელოვანი პროექტი კონკურენტული ინოვაციების ფონდის მიერ დაფინანსებული, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოში თანამედროვე ნეირომეცნიერების პროგრამის შემუშავებას და დანერგვას. ამ პროექტის ფარგლებში არა მარტო სილაბუსები შეიქმნა საუნივერსიტეტაშორისო სადოქტორო პროგრამა ნეირომეცნიერებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ კოლაბორაციაში. ალბათ ბევრი უცხოელი სურვილით ეყოლება, რომ დოქტორანტურა არ გაიაროს. პროექტი არის სამი უნივერსიტეტის კოლაბორაციის გზით შექმნილი და მოიცავს როგორც ნეიროფიზიოლოგიის ლაბორატორიის შექმნას, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებას, რომელიც გულისხმობს ციფრული ინსტრუმენტების ინტეგრაციას საგანმანათლებლო პროგრამაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხდება ციფრული ინსტრუმენტების ინტეგრაცია სასწავლო პროცესში, იქნება ახალი პროექტები დაწყებული, რომელშიც ჩაერთვებიან დოქტორანტურის სტუდენტები და ხელმძღვანელობას გაუწევს გრინვიჩის უნივერსიტეტის პროფესორი. შეიქმნება ინვიტრო პროექტების ლაბორატორია. ეთერში რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში დავუბრუნდებით.